83 დღე ყოველ დღე ვიღებდით თეატრალური უნივერსიტეტისგან სხვა შეურაცხყოფას, დაშინებას. ყველანაირად ცდილობდნენ, რომ შევსუსტებულიყავით და რაღაცნაირად მოეხერხებინათ ჩვენი უნივერსიტეტიდან გაძევება. გუშინ უბრალოდ საბოლოოდ დამთავრდა ეს ყველაფერი იმით, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სამჯერ გამოიძახა პოლიცია. პირველად როცა გამოიძახეს, გითხრეს, რომ გაფრთხილებას გვაძლევდნენ და ზუსტად 15 წუთში ისევ გამოიძახეს. და 5000 ლარი დაგვაჯარი მე 9 სტუდენტი და ამის შემდეგ უკვე მესამე დროსაც გამოიძახეს და დაბრუნდნენ. უკვე იმ საშიშროების წინაშე დავდექით, რომ კიდევ ერთი ჯარიმა და რასაც მოყვებოდა ადმინისტრაციული კანონით ჩვენი დაპატიმრება. და ჩვენ დავტოვეთ უნივერსიტეტი, თუმცა გარეთ ბევრად უფრო ძლიერები ვართ. ვაგრძელებთ პროტესტს, გაჩერებას არ ვაპირებთ. რაც დღეს თეატრალურში ხდება, ეს არ არის მარტო თეატრალურის პრობლემა. თუ დღეს აქ გავა ხელისუფლებას აკეთებს, შემდეგ იქნება თესეულ, ილიონ და ასე შემდეგ. არ შეიძლება დავთქვათ არც ერთი სივრცე, რომელიც გვეყოფნის ჩვენ. აქედან გამომდინარე, ყველა ვდგავართ დღეს თეატრალურს გვერდით და ვამბობთ, რომ არ დავთმოთ არც ერთ სივრცეს, რომელიც არის ჩვენი, რადგან ძალა სტუდენტების ერთობაშია. დღეს 7 საათზე ილიონის საკორპუსში შეგვაქვს დამოჩრებობა აქცია და ვეუბნებით არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომ მათ მიღებული კანონები არ აქვს საერთოდ, რომ მათ არ აქვს ლეგიტიმაცია მიიღონ კანონები, ჩვენ ამას არ ვემორჩილებით.